დაზვერვა უხსოვარი დროიდან განიხილებოდა სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად. ადამიანის სურვილი და უნარი წინასწარ მოეპოვებინა მოსალოდნელი მოვლენების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის აქტუალური იყო და ქვეყნის მმართველები მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აგებდნენ მოქმედების სტრატეგიას. შეიძლება ითქვას, რომ როდესაც პირველი ომი მოხდა მსოფლიოში, მას ასე თუ ისე რაღაც სახით აუცილებლად დაზვერვითი ღონისძიებებიც ახლდა თან. ისტორიულ წყაროებში და ლიტერატურაში უძველესი დროიდან არის დაზვერვის ფაქტები დაფიქსირებული. მარტო ის რა დღეს რომ ამაზე შეიძლება ვნახოთ ჩვენ პირდაპირ კონკრეტული ცნობები ბიბლიაში, როდესაც მოსეს მიყავს ებრაელები აღქმული ქვეყნისკენ. არის ესეთი ფაქტი დადასტურებული, რომ მან შეარჩია ებრაელების 12 ტომისგან ზვერავები და გაგზავნა ისინი წინ მოწინავე რაზმი, რომელსაც დაავალა, რომ ენახათ ეს ქვეყანა დაეთვალიერებინათ, გაეგოთ ხალხის რაოდენობა, ესე იგი შეემოწმებინათ მისი სამხედრო პოტენციალი და ასე შემდეგ. კონკრეტულად ისტორიულ წყაროებში უკვე ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასურეთის სახელმწიფოში, რომელიც იყო ცნობილი ესეთი დამპრობლური მეომარი სახელმწიფო, ძალიან დიდ როლს თამაშობდა დაზვერვა. და იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ასურეთის მეფეები დაზვერვებს, რომ მათ დაზვერვის სამსახურის სათავეში მისი უახლოესი ნათესავები იდგნენ, ისეთები როგორც მეფის შვილი, ტახტის მემკვიდრე და ასე შემდეგ. შორეულ აღმოსავლეთში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთში უკვე მე-6-მე-5 საუკუნეებში არის დადასტურებული დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ფაქტები. მაგალითად, სუნძი ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი, ეს ყველაზე ძველი ნაშრომი სამხედრო თეორიულ საკითხებში, რომელიც ჩვენამდე მოვიდა ეს მსოფლიოს მასშტაბით ამბობ ყველაზე ძველი, იქაც ხაზგასმულია თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დაზვერვას. საქართველოსაც რომ გავიხსენოთ, ესე იგი შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე უძველესი დროიდან გვაქვს მინიშნებები, რომ ქართველ მეფეებს ჰქონდათ დაზვერვის სამსახური. განსაკუთრებით უკვე ჩვენ კარგად ვიცით, თუ დავით აღმაშენებლის დროს როგორ დიდი მნიშვნელოვანი იყო დაზვერვის საქმე, მეფეების ტომების ინსტიტუტზე ბევრი არის თქმული. თანამედროვე მსოფლიოში განვითარების ტენდენციებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით დაზვერვის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. ძლიერი დაზვერვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის. მცირე ტერიტორიის და შეზღუდული რესურსების გამო პატარა ქვეყნებმა დროულად და ეფექტურად უნდა გაანეიტრალონ საგარეო საფრთხეები. ინფორმაციის წინწრებად მოპოვება მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხის პრევენციის შესაძლებლობას. შესაბამისად, ძლიერი სადაზვერვო სისტემა არის ქვეყნის თავდაცვის პირველი ხაზი. დღეს სადაზვერვო საქმიანობა გულისხმობს არამხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობასა და ხელისუფლების წინწრებ ინფორმირებას, არამედ ის ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ხელშეწყობის უმთავრესი ინსტრუმენტიცაა. პოტენციური ინვესტორების მოძიებიდან დაწყებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების მოპოვებით დამთავრებული. სახელმწიფოები დღესაც დიდ ფინანსებს ხარჯავენ სადაზვერვო სამსახურების განვითარებისათვის. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად განვითარებული სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს საქმეს სადაზვერვო სამსახურები წარმოადგენენ. შეიძლება ითქვას ისიც, რომ პატარა სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურები ძალიან აქტიურები არიან და ზოგიერთ გეოგრაფიულ რეგიონებში ისინი ტოლს არ უდევენ დიდ სახელმწიფოებს. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ ისრაელის სადაზვერვო სამსახური მოსადი. ნიშანდობლივია, რომ ისრაელის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების პროცესში, მოსადმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. უმოკლეს ვადებში მიღწეულ იქნა სახელმწიფოს აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ისრაელი აღიარა იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც მის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. 2013 წელს ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით დაზვერვის სამსახურში დავიწყეთ ძირეული რეფორმები. ჩვენი მიზანი არის დაზვერვის სამსახურის ინსტიტუციონალური სრულყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად მუშაობთ დაზვერვის საკანონმდებლო სივრცის დახვეწაზე. ჩვენს მიერ შემუშავდა ათეულობით კანონი და კანონქვემდებარე აქტი. დაზვერვის სამსახურში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საკადრო პოლიტიკა. გატარებული ღონისძიებების საფუძველზე შევინარჩუნეთ კვალიფიციური კადრები და დავიწყეთ ახალგაზრდა თაობის მოზიდვა. ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი წარმატებული ახალგაზრდის ჩართვა საქართველოს სამსახურში. ინსტიტუციონალურმა ცვლილებებმა კარგი კადრების შერჩევის საშუალება მოგცა. დაზვერვის სამსახურში ჩასარიცხად დაწესებულია სპეციალური რეგულაციები, მკაცრად განსაზღვრული პირობები და შეფასების კრიტერიუმები, რაც საუკეთესო კადრების მიღების საფუძველია. დაზვერვა ინფორმაციის მოპოვების ხელოვნება, დაზვერვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოს არსებობისთვის, განვითარებისთვის. ესე იგი, ძლიერი დაზვერვა ეს არის ძლიერი სახელმწიფო საწინდარი. ჩვენ აუცილებლად ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, უნდა გააცნობიეროს თუ რამდენად რისკი შემცველია ზოგადად ეს საქმიანობა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ძალიან საჭირო არის კარგი კადრების განათლებაში, ანუ კონკრეტული სპეციფიკური ტრენინგ სასწავლო პროგრამებში ინვესტირება. დღეს მზვერავები თავის საქმიანობაში იყენებენ მეცნიერების ყველაზე თანამედროვე მიღწევებს. მზვერავის პროფესია, მისი სპეციფიკა ყველა სხვა სპეციალობისგან განსხვავებულია. მზვერავს მოეთხოვება ფართო პროფილის განათლება, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ვიწრო სპეციალობის სიღრმისეული ათვისების უნარი. ეს სფერო სახელმწიფოს სისტემურ გრძელვადიან მიდგომას საჭიროებს. მაღალი კვალიფიკაციის მზვერავის მომზადებას, მის ლეგენდირებას ხანგრძლივი დრო ესაჭიროება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კადრების გაფრთხილება, მათი გადინების მინიმუმამდე დაყვანა, რადგან პროფესიონალი მზვერავები სამსახურის ძირითად აქტივს წარმოადგენს. საქართველოს დაზვერვის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროში. ამ მიზნით მემორანდუმები გაფორმდა უმაღლეს სასწავლებლებთან. სისტემატურად მიმდინარეობს სამსახურის მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა და კონკრეტული საფრთხეების პრევენცია. დაწყებულია დაზვერვის მიმართულების განვითარება სამრეწველო ეკონომიკური კუთხით, რაც გულისხმობს პოტენციური ბაზრების მოძიებაში და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. ხელისუფლების ხელშეწყობით საქართველოს დაზვერვის სამსახურმა 2014-2015 წლებში განახორციელა დიდი მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტები. 2015 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შენობა, რომელიც დაპროექტდა და აშენდა კონკრეტული სპეცსამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე. რეფორმის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი. შენობა გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედნები, სასროლეთი, ავტოდრომი. აღნიშნულ ცენტრში მიმდინარეობს თანამშრომელთა სპეციალური გადამზადება. სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატების მომზადება, საქართველოს სხვადასხვა უწყებების თანამშრომელთა სწავლება, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან გრძელვადიან მივლინებებში და საჭიროებენ გარკვეულ ცოდნას სპეციფიკური უნარჩვევების გამოსამუშავებლად. დიდი ძალის ხმევა იხარჯება სამსახურის ბიბლიოთეკის გასაუმჯობესებლად. სამსახურის მიერ გამოიცა სპეციალური სადაზვერვო სასწავლო ლიტერატურა, რაც მანამდე ქართულ ენაზე არ არსებობდა. 2015 წლიდან წვევამდელებს მიეცათ საშუალება სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს დაზვერვის სამსახურში მოიხადონ, საკონტრაქტო სამსახურის სახით. წვევამდელთა მიღებისა და სამსახურის გავლის პირობები განსხვავებულია და მისი წარჩინებით გავლისა და სათანადო უნარჩვევების გამოვლენის შემთხვევაში მათ ეძლევათ საქართველოს დაზვერვის სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა. უწყების ძირითად ფუნქციებთან ერთად ჩვენი მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება უცხოეთში და მისი პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა. სოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და რეგიონში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სადაზვერვო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების დამყარებას. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურმა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა. გამართული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, სწორად შერჩეული კადრი, დაზვერვის სამსახურის შესაბამისი კვალიფიციური გადამზადება და მათთვის სამუშაო პირობების მოწესრიგება
საშუალებას მოგცემს მეტად გავაძლიეროთ სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, თავდაცვის თუ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. სხვა სახელმწიფო სამსახურების მხარდამხარ სწორი მიზანმიმართული სვლით მუდმივი განვითარების პროცესით საქართველოს დაზვერვის სამსახური ძლავ ინსტრუმენტად იქცევა ახალგაზრდა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის. ვემსახურებით საქართველოს, ცოცხლობთ საქართველოსთვის.